და დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ აკაკი ასათიანი. ბატონო აკაკი, ძალიან დიდი მადლობა ასე თავსხმაში რომ მოხვედით ჩვენთან და მონახეთ დრო. როგორი თემა? მე ყოველთვის მიხარია თქვენთან შეხვედრა და გაიხარეთ, მეც მადლობ. საუბარი. მადლობთ. ბატონო აკაკი, ადამიანთა კულა და ადამიანთა სიკვდილი ახალი არ არის სამწუხაროდ განსაკუთრებით 21 საუკუნეში ეს უფრო თანამედროვე იარაღით ხორციელდება ჩვენ სისხლის მღვრელ ომს ვადევნებთ თვალს ლამის პირდაპირ ეთერში და არა მხოლოდ თქვათ უკრაინაში, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატორი, ტრამპის მხარდამჭერი, ძალიან ცნობილი პოდკასტერი, მილიონობით გამომწერი და გამომწერის მქონე და პოპულარული ადამიანი, ჩარლი კიქსის ესროლეს ჯერ და ნუ იმდენად ზუსტი იყო ეს ნასროლი, რომ ის გარდაიცვალა. საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის იშვიათი მოვლენა, როდესაც აი ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სკოლებში ეს შევარდნები და საერთოდ ეს დამახასიათებელი არის დიდი ქვეყნებისთვის, მაგრამ ამჯერად უცნაური და გამოსარჩევი არის ის, რომ ეს მე ვფიქრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო განხორციელებული ქმედება არის და საერთოდ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო იმეორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმძაფრით მეორდება ის რაც მოხდა ჩვენთან გასული საუკუნის 90-იან წლებში თითქოს რაღაცა მინი რეპეტიცია იყო და ეხლა დიდი მასშტაბით მეორდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა თუ მანდამაინც ჩვენზე მიდგება საქმე პარალელებზე ანუ ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ საქმეში და შეიძლება შევადაროთ, მაგრამ მე მგონია რომ ესეთი გლობალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ეს შემთხვევა არის გამოხატულება ძალიან მკაფიო ამის. მას ჰქონდა ეს ლოზუნგი შემოbrunების წერტილი, ხო? ამერიკელი დაბრუნდა, come back American, ხო? ამ ლოზუნგის ქვეშ იყო, როცა ესროლეს. ამერიკელი მისთვის და აი თქვა ტრამპისთვის ნიშნავდა აი იმ ფასეულობებს, რითაც აშენდა ის ქვეყანა, ხო? შრომა, რწმენა, წესიერება, ღირსება, თავისუფლება, ხო? ეს ამბები მე გაქრა რომ დაიწყო განსაკუთრებით არამსტუ კლინტონით, კაცმა რო თქვას ჯონ კენედითაც, რომელიც აი ძალიან გაბუქულია თავისი ვითომ დამსახურებით და სამწუხაროდ ისიც ტრაგიკულად დაიღუპა. ხო, ეხლა და ეს გაბატონდა რაღაცა პერიოდში, ეს ტრენდი, ეს ტენდენცია და ახლა მართლა შემოbrunების წერტილია. და ისინი, ვინც აი ამას ჩადის, ხო? ახლა ტრამპმა თქვა, როგორც აი პროპაგანდის შედეგია მემერცხენე ამ ავადმყოფებისა. თავი შეიკავა და კორექტულად თქვა, რომ პროპაგანდის შედეგია. ეს არ უნდა იყოს მარტო პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ამას კიდევ ნახავთ. ანუ ეს არის გამიზნული დაშინების მიზნით? ეს არის ისტერიკული გაბრძოლება რა. ისტერიკული გაბრძოლება ყოველივე მახინჯის, არანორმალურის და არაადამიანურის რა. ურწმუნობის, უღმერთობის, არაადამიანობის, რაღაცა ავადმყოფობების, ხო, რასაც თავისუფლება დაარქვეს, ხო? ისინი ხო გრძნობენ როგორც ცხოველები რა. გრძნობენ აი როგორც ვირთხები და ცხოველები მიწისძვრას, წყალდიდობას, ამას გრძნობენ. ისინიც გრძნობენ რომ აი რაღაცა იცვლება, მართლა შემოbrunების წერტილია. და არის მათი აზრით გადამწყვეტი ბრძოლა იმისთვის რომ შეინარჩუნონ აი ამ უმსგავსობების, ქადაგების და განხორციელების საშუალება. ეს არის ხო ახლა ნუ აი დემოკრატები აი ფარისევლურად წუხან და გმობენ ამ ამბავს. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ ზეიმობენ გულში. შემოbrunების წერტილია არის აბსოლუტურად პანიკური და ისტერიკული დამოკიდებულება იმ ნაწილის მხრიდან არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვაგანაც კაცობრიობის იმ ნაწილის მხრიდან, რომელმაც ჩათვალა, რომ თავს უნდა მოახვიოს დანარჩენ კაცობრიობას და უმრავლეს თან გინდა თუ არა თავისი სრულიად აი მახინჯი და გზასაცდენელი შეხედულებები. ამიტომ ეს კაცი ახალგაზრდა კაცი, მე მომისმენია მისთვის რა. ტიპიური ჩვეულებრივი, ну, რა ვთქვა, ტრადიციონალისტი იყო, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ну, აი როგორიც მე ვარ ვთქვათ, არა. ჯანსაღი ნორმალური და რას ქადაგებდა ვინმეს აკრძალვას, დაჭერას, მოკლას, რასაც ქადაგებს მეორე ბანაკი.
რასაც ქადაგებს მეორე ბანაკი, ხო? აი, სადღაც ქვეყნებია პრეზიდენტობა მოიგო კაცმა არ მოგიგიაო გააუქმეს. ვიღაცას აუგზავნეს მონაწილეობა. იქ ძალავენ სადღაც ნუ აი გერმანიაში პარტიის აკრძალვას ვერ ახერხებენ. და ამდენი პოლიტიკოსი მოგედროში რო გარდაიცვალა, თუმცა არაფერი. იქაც ხო, იმიტომ რომ ფიცოს დაესხნენ თავს, თუმცა არაფერი. შვიდათ აღიქვა ძალიან ევროკავშირის ქვეყნები. ისე დასავლეთი ძალიან მოდუნდა, განსაკუთრებით ევროპა. ნუ მაგალითად, აი პოლონეთს დრონები რუსეთმა მოუსინჯა კბილი ნატოს, ხო? და სოლიდარობას უცხადებენ. სხვადასხვა ეს მინდოდა მეკითხა და ძალიან საინტერესო მეც ესე დიშტაბეშტილება დამჩა რომ ეს იყო აი როგორც უწოდებენ საომარ ხელოვნებაში დაზვერვა ბრძოლით. კი ბატონო, ბრძოლით დაზვერვა. აი შეამოწმა რეაქცია და ჩვენ ვნახეთ ის რომ ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ თქვა რომ ჩვენ საერთოდ არ ვიყავითო. არა, ჩვენი სამიზნე არ ყოფილაო. დიახ. ნაბავის სამიზნე იყო, ხო? არა, ეგ იყო ზუსტად რა. აი ყველი მოუსინჯეს რა. ნახოთ რა ნატო როგორ რეაგირებს, ჩვენ თვალს ვადევნებთ, ჩვენ ფხიზლად ვართ. ეს სულელი ქალი ფონ დერ ლაენი გამოვიდა, ნუ რაღაცა მოვლენაა რა. სხვადასხვა მე არ მგონია რომ სულელი იყოს პოლონეთს. სულელი არ მგონია იყოს ის უბრალოდ. არა, ჭკვიანი არ შეიძლება ეგეთ. ახლა გონიერი ალბათ არ არის დიახ. ხო, არა, იცი რა. ამ ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც წამოვიდნენ რაღაცა ბოლო აწლეულებია, ხო? ისინი მე გარწმუნებთ ახლა ჩვენ რატომღაც აი შიშები გვაქვს რომ რადგან ადამიანი ევროპელია მით უმეტეს თანამდებობის პირია აუცილებლად ალბათ ჭკვიანი უნდა იყოს და გარწმუნებთ არ არის დიდი უმრავლესობა არ გამოირჩევა ჭკვიანები არიან ისინი ვინც მათ ზურგს უკან დგანან და დასვა ისინი კი ბატონო მე ეს ნახე ხო შეერთებულ შტატებში პოლიტიკას ქმნიდნენ და მაშინ ეს დადებითი იყო ისეთი ადამიანები როგორც იყო კისინჯერი თქვა ბჟეზინსკი ხო მართლა ნაგერა მათი წიგნები ბოლოს და ვინცად არ დამიჯერებს შეუძლია წაიკითხოს მე კისინჯერს არ შევხედვი ვარ მაგრამ ბჟეზინსკისთან ორჯერ მქონდა ჯერ იქა ვაშინგტონში და მე თბილისში იყო ჩამოსული და საიდუმლო ვითარებაში შემხვდა იქ და დაახსონდა და 94-ში მისაუბრია და ნუ აი დღესაც მაყოფილი ვარ რომ ამ ადამიანთან საუბრის საშუალება მომეცა მაგრამ ეს ყველაზე ცნობილები თორე იქ ერთი თვე ვიყავ სენატი კონგრესი აი ნიქსონის გარდა თვით რეიგანის კი ეს უკეთილშობილესი კაცი რომელიც მართლა გულწრფელად ებრძოდა ბოროტების იმპერიას და დაარქვა და იყო კიდეც საბჭოეთი ხო სინამდვილეში მე მითხრა რომ არაო დაშლაო არაო ფედერაციას იქნებ მიაღწიოთ სვიაც რო უთხარი გაუგნებული იყო მაგრამ მისმა პოლიტიკამ მოიტანა მის დროს არ დაშლილა მათ აი ამერიკა დგას მრჩევლებზე და ექსპერტებზე. ნუ ჩვენთან აი ექსპერტი და მრჩეველია ყველა, რა შედეგებიც გვაქვს ხედავთ, ხო მართალია. და ის დგას და პოლიტიკოსები მანეკენები ვით არიან იშვიათი გამონაკლისის გარდა. აი თქვა ნიქსონი თვითონ წერდა, თვითონ აზროვნებდა, იმიტომაც მოუწყვეს ის უოტერგეიტი. ხო, ოდესმე ესეც ხო გაირკვევა როგორც იყო, იმ პრო ჩაითვალა რომ ძალიან ჭკვიანია. სწორედ იმ ფრთის მიერ რომელიც დღეს ისვრის რომელიც დღეს იბრძვის რომ შეინარჩუნოს ებღაუჭება ძალაუფლებას ძალაუფლება ფულია და ასეთმა ხალხმა უზნეო ხალხმა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ფული მასთან ერთად მან უნდა დანერგოს უზნეობა სხვა გზა არ არის აბა რას უნდა დაემყაროს აი ლიბერალიზმი ხო აი ეს სახე უცვალეს ეს ბოლშევიზმია მე აი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამობენ და ფაშიზმმა ტერორი არ იცოდა ტერორი ბოლშევიკების მოგონილია ფაშიზმი პირდაპირ კლავდა ხოცავდა არა ფაშიზმს თანაშაულია კაცო რაღაცა ველური გიჟური იდეა იყო რომ ერთი ერის მოსპოვის ებრაელობის ხო და დაუჯდა ფასად იმ გადარეულსაც და თავის ქვეყანას და ხალხს დაუსვა ფასად დღემდე ვერ გამართულან წელში მორალურად თორე ეკონომიკურად და სხვა რამით ახლა იქ შრომელი ხალხია და ასე თუ ისე ფეხზე დადგნენ მაგრამ მორალურად წელში ვერ გასწორებულან დღემდე ისეთი რამე აი ჩააგონა და ისეთი რამე გააკეთებინა ამ ხალხს ეს არის ესეც ნაციზმია
თორე ფაშიზმი სადაც იყო იტალია, ესპანეთი, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ფრანკომ შეიფარა ებრაელები ჯერ გერმანიიდან საფრანგეთში და საფრანგეთიდან ესპანეთში გადასული 100,000-ზე მეტი ებრაელი შეიფარა დევნილი. ოღონდ საზღვარზე გადასული იყო და ფრანკო, აი ჰიტლერის და ყველა წინააღმდეგ. მუსოლინის აზალებდა და 53-ში თუ 4-ში მიაღებინა რაღაცა სულელური ანტისემიტური კანონები. ფაშიზმი ხა ნაციონალიზმის უკიდურესი გაგრძელება. ნაციზმი არის რა ერქვა, ნაციონალ სოციალისტები ერქვა. ერთმანეთს ამხანაგოთი მიმართავდნენ. ეს მერე იძულებული გახდა ანგარიში გაეწია არმიისთვის, ხო? და იქ ბატონობით და მაღალწრეში რომ მოხდა, თორე ამხანაგებს უძახოდნენ ერთმანეთს. ზუსტად ეს არის ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი იყო გაგრძელება უკიდურესი ფორმით ლიბერალიზმის, ყალბად გაგებული ლიბერალიზმის. აი ილია ჭავჭავაძის რომ ნახოთ მისი სახეცვლილება, ხო? კაკო ყაჩაღიდან ბოლო მის ნაშრომებამდე. არა? მე კიდევ ერთხელ თქვი და ვიმეორებ. ილია იმ 7-მა გარეთ წარმომოკლა კონკრეტულად, მაგრამ იდეოლოგიურად მოკლა კაკო ყაჩაღმა. მოკლა ბოლშევიკების მიერ აი დაქირავებულმა ხალხმა. ისინი იყვნენ ოფიციალური კვლელები, პროფესიონალები დადიოდნენ, მათ ავალებდნენ ის მოკალი, ეს მოკალი. მათი მემუარები არსებობს. და დაიბეჭდა კიდეც კიდევ კარგი ზოგიერთის, ხო? ეს არის ტიპიური ბოლშევიზმმა იცვალა სახე, იმიტომ რომ გამტყუნდა, გაბათილდა, მისი დისკრედიტაცია მოხდა საბჭოეთის დაშლით. ჯერ სხვათა შორის ხრუშოვმა დიდი დარტყმა მიაყენა სტალინის კულტით, მაგრამ მერე მოიგერიეს, რომ სტალინი იყო ცუდი თურმე. თორე თავისთავად რასამობ გადასარევი იდეა იყო. და ნუ მერე ახლა პერესტროიკის დროს კიდე რომ ამოიფრქვა ყველაფერი და გაცხადდა, იმის მერე სახელს ვეღარ ირქმევენ. აი ეს სახელი დაირქვეს. თვითონაც გონია რომ ეს ახალი კი არ არის. 917-ში ძალაუფლება რო ჩაიგდეს ხელში, აემებს ქადაგებდნენ. ეხლა სტალინი ქართველი კაცი იყო. ტრადიციულად გაზრდილი დედამისი ჭიყტიკოპით დადიოდა ბოლომდე. კეკე. ხო, აი ფოტოები რო ნახოთ, ხო, ის არც კი იცვამდა ევროპულს. და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი იყო. თორე 20-იანი წლების შუა ხანებამდე ეს ამბავი იყო, რომ ასე თავისუფალი სიყვარული, ცოლქმრობა სისულელია, ნუ ახლა პირდაპირ სხვა რამეებზე სოდომი არ იყო ლაპარაკი, მაგრამ იგულისხმებოდა და ბევრი სიყვარული თავისუფალია ყველა მიმართული. დიახ, ყველა და ეს სტალინმა მიცა ეს სახე და იმიტომ შეჯავრდათ მერე ამ ფსევდოლიბერალებს, ხო? ეს იყო უკიდურესი ფორმა და მან მიიღო ოღონდ აი მერე უკვე ტიპიური ტირანიის სახე აქ საბჭოეთში. ეგეთი არა. ხო, ახლა კიდე რომ მოხდა ეს ამბავი ძალიან მარტივად რა, გადაიღებეს თავი. ლიბერალი ვარ გეუბნება რა. და ილიაც ლიბერალი იყო და არ იყო შენაირი არ იყო ყოველ შემთხვევაში. ვიმეორებ, ეს არის საყოველთაო პანიკის და ისტერიკის გამოხატულება, რომელმაც მოიცვა აი ეს მსგავსი და უზნეო ხალხი. პანიკას რა იწვევს? ის რომ მათ ხო არავინ არ ერჩოდა. არა, როგორ ასკვია? არა, ისინი არ იბრძვიან თანასწორობისთვის. უპირატესობას. ერთმა ჩვენმა მეუფემ თქვა ძალიან სწორად რა. მეუფე გრიგოლმა ფაზისის მიტროპოლიტმა რომ იყოს ბრძოლა რეალური თანასწორობისთვის, მე პირველი ვიქნებოდი რომ ვიტყოდი რომ ეს არის ბრძოლა პრივილეგიისთვის, გაბატონებისთვის. მათ ყველა მიცის რომ სიმახინჯია. თუ არ მოგახვიეს თავს და საყოველთაო თუ არ გახადეს, ხო? როგორ მარგინალიზაციას არავინ არ ეწევა, შენ თვითონ იყენებ თავს ამ მდგომარეობაში. ეს არის ბრძოლა პრივილეგიისთვის, უპირატესობისთვის და უფრო მეტიც გაბატონებისთვის. ეს უკავშირდება ფულს ძალიან დიდს, არანორმალური სახე მიიღო, აი ბიზნესი აღარ ქვია, რაც ხდება ფინანსებში, ფინანსურ სამყაროში და ეკონომიკაში, ეს არ არის ბიზნესი და ეკონომიკა უკვე, ხო? აი ტრამპი ეხლა ცდილობს ეს ამბავი დააბრუნოს რაღაც ნორმალურ ეკონომიკურ ურთიერთობებამდე. იქ რაღაცებს ამლაშებს, რაღაცები შეიძლება არასწორად ჰქონდეს, მაგრამ პრინციპში
ამას ცდილობს ეს ტრამპი არის რეაქცია თვითონ ხანდახან ცოტა კომიკურიც არის რა თქმა უნდა ხო ძალიან ექსტრავაგანტული ტიპია თუმცა მეორე ვადით გაცილებით სოლიდურად გამოიყურება ვიდრე პირველით ხო პირველ ნუ ხანდახან შოკირებული შეიძლება ხო ეს არის გაბრძოლება გნებავთ იდეოლოგიაში გნებავთ ეკონომიკაში ჯანსაღის და ნორმალურისა წინააღმდეგ არანორმალური და არაჯანსაღი ვითარების რომელიც ჩამოყალიბდა ნუ უკვე ისეთი გახდა თან ეს არის უმცირესობის ბატონობა რა უმცირესობა ფეოდალიზმი ეძახიან ეგ ხალხი ეძახიან ფეოდალიზმი როგორ იყო იცი ფეოდალი იყო კაცი რომელიც პასუხს აგებდა მისი პრიორიტეტი რა იყო პრივილეგია ის იყო რომ ის იცავდა იმ ხალხს ვინც შრომობდა ვინც ებარა იცავდა ქვეყანას იცავდა სარწმუნოებას სამართალი ხო დოკუმენტებია როგორ სამართლიანად წყვეტენ ხოლმე საკითხებს ეხლა შორს წაგვიყვანს თუ იქნება ოდესმე საშუალება არის არაჩვეულებრივი წყება დოკუმენტებისა ასე ეძახიან კორიდეთის 4 თავი ბერძნული 4 თავია მიწერილია მთელი 2 საუკუნოვანი რაღაცა დავა და როგორ წყვეტს ადგილობრივი ფეოდალი რა გლეხების სასარგებლოდ სხვათა შორის გლეხების ხო და ეს ამბავია აი ახალგაზრდა კაცის ღმერთმანაცხონოს სამკვლელობა ეს არის აი აბსოლუტური სიგნალი თუ ვინმეს ესმის რამე უნდა გაიგოს სწორად იმიტომ იმაც სწორად გაიგეს ვის გულისხმობთ იმას აი არანორმალურებმა რა იმავად რას ამბობდა ეს ხო სწორად გაიგეს ზეიმობენ ჩვენშიც კი ხო კაცის სიკვდილს ზეიმობენ ახალგაზრდა კაცის დარჩეული პატარა ბავშვი ჩვენიერი მეუღლე წესიერი გონიერი აი ენთუზიასტი კაცი ხო არაფერი ზეიმია ბატონო გაკი რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა ჩვენ მალე დავბრუნდებით დაგველოდეთ ბრუნდებით ეთერში განმაგზავნებთ ჩვენ საუბარს სტუმართან აკაკი ასათიანთან ერთად ბატონო აკაკი ეს სიგნალი იყო და ეს სიგნალი გაიგესო ადრესატებმაო ეს რა სიგნალი იყო ყველგან დაერიეთ და ესე დააშინეთ მათ ნადირობა იქნება აუცილებლად იმიტომ რომ ნადირობა მარტო ხო შეუძლებელია ნუ რამდენი შეიძლება იყვნენ 500 მილიონი ხო მე ბევრი მგონია რომ ყველა ერთმა ხო შეუტყობინებიათ რომ ეხლა მოდი იზეიმეთ ყველა ზეიმობს იმიტომ რომ ეხლა მოდი ვაღიაროთ სიგლახე ძალიან გადამდებია იმიტომ რომ სწორი და ზნეობა გარკვეულ თავშეკავებას ძალისხმევას მოითხოვს თავისუფლება ეგაა რომ შენ თვითონ იკავებ თავს ასა თავისუფლება როცა გაკავებინებენ თავს ეს არ არის თავისუფლება ხო აი ეს არის კონსერვატიზმი როცა შენ თვითონ პასუხისმგებელი ადამიანი ხარ საკუთარ თავზე და საზოგადოებაშიც ასე იქცევი და ამას უჭერ მხარს როგორიც იყო ის ჩარლი კერკი ხო ასეთი იყო ზუსტად რა ამას ეს იწინასწარმეტყველა საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციას რო უძახიან საზიზღარი რევოლუციის დროს ედმუნდ ბერკი დიდი კონსერვატორი რომელიც დღემდე სანიმუშო და სამაგალითოა ეგა და მე ვფიქრობ ბოლო პერიოდის ილია თუმცა თავიდანაც ქონდა ილია ჭავჭავაძე აი მე ვინც ვიცი აი ჩამოყალიბებული კონსერვატიზმი ხო არც იმას აქვს რაიმე თხზულება რამე ტრაქტატი დაწერილი ეს არის წერილები პუბლიკაციები და ამით ქადაგებდნენ ну სხვათა შორის მე არ მიყვარს აი მოზღურება აი კაპიტალი ესეთი რაღაცები კაპიტალი ძალიან საინტერესოა სხვათა შორის მინდა გითხრათ მე კომუნისტები არ კითხულობდნენ მე წაკითხულობ კომუნისტი არ მინახავს ორი კაცის გარდა რომ წაკითხული ქონოდათ ერთი გაგდებული იყო პარტიიდან იმიტომ რომ წესიერი კაცი იყო და მეორეს უბრალოდ ევალებოდა რა ამის ხო და ძალიან საინტერესო თავისთავად მაგრამ და აი პოლიტიკური ნაწილი ბოდვაა იქ სხვათა შორის ეგეც კი გააყალბეს რუსმა კომუნისტებმა მას ეწერა რომ რუსეთშიო არაო იმიტომ რომ ჩამორჩენილი ქვეყანაა და ლენინმა გადაატრიალა და ჩამორჩენილი რო არის სუსტი რგოლია და აქ უნდა განვახორციელოთ გამოვიდა კიდეც იმიტომ რომ გრანდიოზული მასა 97% მოსახლეობის იყო ველური ურდო იყო და ამაზე ითამაშეს რა. ბატონო გაკი, აი როგორ გამოუვიდათ მაშინ, აი ბოლშევიზმის სახეცვლილება არის ეს
ლიბერალიზმი, ну პირწავარნი ტროცკიზმია, გასაგებია. რუსეთში გამოვიდათ იმიტომ, რომ აი ბრძანეთ, რომ უმეტესობა ჩამორჩენილიყო. ევროპაში და ამერიკაში როგორ გამოვიდა ამდენი მხარდამჭერი? არ გამოვიდა ასე ღიად. მაგრამ მხარდამჭერები მაინც არა, ადამიანებში არის კაცო მის მიდრეკილება, ხო, იმეორებ. წესიერება გულისხმობს გარკვეულ და ნუ ახლა ადამიანში ცხოველურიც არის არა? არის კი არა, არის. არის აუცილებლად. ხო და მთელი რელიგია და ცივილიზაცია წარმართობაც კი აქცევდა ამას რაღაც კალაპოტში. როგორც კი პირველმა კაცმა, აი ველურმა თქვა რომ ეს ხალი ჩემი ცოლია და თავი დაანებეთო, აი დაიწყო ეს ამბავი. და იმ წუთში გაჩნდა მეორე ბანაკი, რას ქვია ამისია. რას ქვია, როგორ მე არ შეიძლება რა მქონდა საქმე დავიჭირო. სულ ამიტომ ეს ადვილია. და ეს შემპარავად ხდებოდა, რომ ცოდვა, ნუ იდევნება, მართლაც იჭერდნენ. სიკვდილი დასჯა იყო ბიზანტიაში და კარგახანს თელს სამყაროში. ამის წინააღმდეგ იყო ქრისტიანობა, ისლამი, ხო? წინააღმდეგია იუდეულობა. ამიტომ სარწმუნოებები განსაკუთრებით დიდი ჩამოყალიბებული სარწმუნოებები ეს უნდა მოიშალოს, უნდა მოინგრეს. და ყველაფერი კეთდებოდა დესაკრალიზაცია, ხო? რა წმინდანები, რის წმინდანები, დეჰეროიზაცია, რა მეფეები, რის გმირები. ანწუხელიძე არის გაბათილება მათი ამ კრეტინული, ამ გარეწრული თეორიების, აი ბიჭი, ხო? აი ბატონო, მოწამეები. აგერ ჩვენ თვალწინ 21 საუკუნეში დიდი მოწამე გვყავს. დიახ. ანწუხელიძის სახით. მან გაამართლა ყველა თუ ვინმე სარჯეროდა. არა, თუ ვინმე სარჯეროდა, თუ ვინმე სარჯეროდა, მე თქვი რომ ეს უმჯეროდა, იმიტომ რომ მე ვინახავს ხალხი ასეთი. ვინც მზად არის წმენის და ქვეყნის და ერის გულისთვის ავი გაწიროს მე მათთან ურთიერთობა მქონდა. მე რაბის ვიადი ხო? სხვას რო ყველა დავანებოთ, რამდენი კიდევ ხალხისთვის უცნობი ადამიანი იყო ასეთი. ყველა ვინც საომრად წავიდა და იბრძოლა ის ჯარისკაცები, ისინი არ არიან? მათ არ გაამართლეს ესა? ისეთი მაგალითები ვიცი რომ აი მოყოლოს არავინ დამალულა 2008 წელს. არავინ დამალულა 2008 წელს. არა, კაცო, ეს ამბავი ისეთი რამეა, ხო და მაგრამ ეს მოითხოვს რა ამას, ხო, თავდადებას გადამწყვეტ მომენტში, თავშეკავებას რაღაცეებისგან, პასუხისმგებლობის გრძნობას, ხო? ელემენტარულ რამეს, რომ ადამიანი კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა, რელიგიები რო არ ყოფილიყო. ვერ განვითარდებოდა უბრალოდ. ყოველთვის ეს ქალთა თანასწორობაც ვერ იქნებოდა ქრისტე რო არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ქრისტე არის ის ქალი და კაცი. არის ის წარმართი და იუდეველი. და პირიქით, ქალი უპირატესიც კია სახარებაში, ვინ დარჩა ქრისტესთან? ქალები დარჩა. ქალები დარჩენ, ქალები შეხვდნენ მენელს ხალხს. ქალებს ეცნობათ, რომ არ გამაცხოვარი კიდე. ხო, ქრისტიანობა ახლა ეს ძალიან შორს წაგვიმას. ეს უდიდესი მოვლენაა, კაცობრიობის გადარჩენაა მართლა და დაამარცხებს ყველა უმსგავსობას. ყველას, აი როგორც სიმონ მოგვი დაამარცხეს მოციქულებმა, ფული მისცა რომ ასწავლეთო ეს სასწავლებიო რა. ის ფოკუსებს აკეთებდა რაღაც, აი ცირკში რომ დაფრინავენ ხოლმე. მასწავლეთო. დევიდ კოპერფილდი რო აკეთებდა. ხო და ნახა რომ ესენი მართლა შვებიან და პეტრეს უთხრათ, აღარ მახსოვს, ხო? აი სიმონ მოგვია რა. იმის მიმდევრები არიან ყველანი. იმისი აი თაღლითობა, მოჩვენებითობა, მედიაში გავრცელება, აი ტყუილი სურათების დადგმა. მე ფილმებს იღებენ აი გაოცდები 20-30 წლის მერე გეუნებიან როგორ იყო. არის ფილმი ილუზიონისტი, ხო? როგორ ახერხებს ტიპი რომ შეტენოს ტახტის მემკვიდრეს მკვლელობა ქალის. ის ქალი ცოცხალია, ესეც ტყუილია და ის კაცი ღირსეული კაცია, თავს იკლავს. მაგრამ ფილმი ვის მხარეზეა? ეს მაგარი კაცი, ეს ყოჩახ, ამან ნახე რაკნა. დააბრალა და დაარწმუნა ყველა რომ ეს კაცი დამნაშავეა და ის ისეთი იდიოტი აღმოჩნდა რომ თავი მოიკლა. აი ეს არის ფილმი ილუზიონისტი, ნახეთ. კარგი მსახიობები თამაშობენ ძალიან, ხო? აჰა, აგერ ფილმი. ეგეთი ბევრია. ეგეთი ფილმი მთელი ჰოლივუდი წალეკილია. მთელი მედია წალეკილია, Fox News-ი რო არ გახსნილიყო, წალეკილი იყო ყველაფერი.
კიდევ გაიხა ჩვენთანაც სილქსი არის და Fox News. რო ადამიანებმა ნახონ CNN-ის გარდა CNN-იც როგორი უკვე თავშეკავ პირველ ვადაზე ტრამპის აღვირახსნილი პროპაგანდა მიდიოდა მის წინააღმდეგ. აი აღვირახსნილი შლეგი გაშმაგებული. ეხლა მიხვდნენ რომ ამან პირიქით იმუშავა. პირიქით იმუშავა და ცოტა თავშეკავებულები არიან, ისე როგორც თვითონ ტრამპი, სხვათა შორის, ხო, კიდევ ერთხელ. სხვათა შორის ბატონო აკაკი, აი მეც მიფიქრია იმაზე, რომ რატო იწვევს აი ჩვენ ლიბერალურ ფრთაში ასეთ აგრესიას ჩვენი სპორტსმენები. ფეხბურთელები, კალათბურთელები და ეს ძალიან მკაფიო ჩანს, იმიტომ რომ ჩვენი სპორტსმენები სულ მათ ხოსდებენ ბრალს, რომ რატო არ გამოხატ, რატო არ მიდიან ისინი ჩინ ევროპაში, რატო არ უთანაგზობენ აქციებს, რა სპორტის საქმეა პოლიტიკა მე არ მესმის. არ არის არანაირი, იმიტომ რომ ოღონდ სპორტი მაინც ხო შეიძლება დარჩეს იმ სივრცედ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ ვებრძვით და არ უპირისპირდებით პოლიტიკური შეხედულებების გამო და აქ მაინც ზუსტად ვიცით, ვინ ჩვენიანია და ვინ აი მოედანზე, სათამაშო მოედანზე და ვინ მოწინააღმდეგე. აი სპორტსმენებისადმი მე ასე ვხსნი ყოველ შემთხვევაში ამ აგრესიას და მიუღებლობას, რომ ისინი მუდმივად იწერენ პირჯვარს, ანუ ღმერთს მადლობას ეუბნებიან და შესაბამისად ეს ცუდი მაგალითია მათთვის. ვინაიდან ახალგაზრდა ბავშვიც თუნდაც რო უყურებს, რომ აი სპორტსმენი აბსოლუტურად წარმატებული, აღიარებული, ბევრი შემოსავალი აქვს და ის არის ჩვეულებრივი ისეთი კარგი ქრისტიანი რომელიც ღმერთს წირავს ჯერ მადლობას და ეს უკვე მაგალითი ხდება და გადაწონის აი რა ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებსაც ახოვენ თავზე ჩვენ საზოგადოებას. თვითონ ვიპასუხეთ, მაგრამ ერთი ამ მინდა ვთქვა, ეს არის ხალხი, საერთოდ ადამიანი არ არის ის, ვინც თავისი არმიის და სპორტსმენის წინააღმდეგ არის განწყობილი და მხარს არ უჭერს. ჯარისკაცი, სპორტსმენი და მე ვიტყვი პოლიციელიც, თუმცა პოლიციელებს ბევრი პრობლემა აქვს უშუალოდ საზოგადოებასთან შეხებაში, ხო და მაგრამ ჯარისკაცი და სპორტსმენის შენსას თუ არ უჭერ მხარს, არამსო ქართველი ადამიანი არ ახარ უბრალოდ. ეხლა რაც შეეხება სპორტსმენებს, ესენი იბრძვიან თავის ქვეყნისთვის და განასახიერებენ მას ნებისმიერ შემთხვევაში. და ქვეყანას და ერს ებრძვის და სარწმუნოებას ეგ ხალხი. ამას რაც გინდა დაარქვით, deep state, გლობალისტები, მასონები, ეს არ არის ასე ორგანიზებული. ამას ყავს თავისი მოფიქრელები, არის ასეთი სააზროვნო ცენტრები, გეგმავენ, საბედნიეროდ არასდროს არ გამოდის ბოლომდე ის, რასაც გეგმავენ, სხვათაშორის არასოდეს არანაირი გეგმა ბოლომდე არ ვერ სრულდება, უბრალოდ ადამიანი, ხო იცი კაცი. ეს ალბათობის თეორიაც ასეა, თეორიასა და პრაქტიკას შორის ყოველთვის ძალიან დიდი განსხვავება აქვს. ხო, ღმერთი რამდენად ცინის კაცი არ ვიცი, მაგრამ კაცი რო ჭობს და არ გამოდის ისე როგორც ჭობს ეს. მაგალითზე მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი უბრალოდ ფიქრობს, რომ რადგან შექმნა მას რცხვენია, ეხლა რომ გავქრეთ ჩვენი სისულელები და ამიტომ ხელს გვაფარებს ხოლმე. შეუძლებელია ამდენი სისულელის მერე ხალხმა იარსებოს. ამდენი შესწომის მერე. ხო? ამიტომ იწვევენ აგრესიას, ბუნებრივია. მე კიდე მგონია, რომ ახლა ტალახაძემ გაამართლა ამირანის თქმულება. მარტივად, ხო? ჩვენი ფეხბურთელები, თქვენ შეხედეთ ქვეყანას რა. 3.5 მილიონიანი ქვეყანა. რესურსიც არ არის, რომ ავიღოთ ყოფილი საბჭოეთი. კაი, რუსები ახლა არ მონაწილეობენ. როცა მონაწილეობდნენ რა? ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ალბათ ყველაზე მეტად წყალბურთელებს ერთი აუზი აქვს სულ ევროპის ჩემპიონატზე არიან. ეხლა ხელბურთელები გაცოცხლდნენ, ცოტა ხელი შეუწყვეს, ესენიც ევროპაზე მოხვდნენ. სხვა სახეობებიც კიდე არის ბევრი. ჩვენი ხელოვანები, ანუ სადაც ინდივიდუალური არის ეს ამბავი, სადაც ოდნავ ხელი შეეწყო, უცბად შედეგებია და ვისი სახელია ეს ამ ქვეყნის. და ეს ბიჭები კიდე, ესენი ღარიბი ქვეყნის შვილები არიან. ძირითადად გაჭირვებულ ოჯახებში გაზრდილი ბიჭები არიან. ღმერთს მადლობას წირავენ, რომ შეეწია მათ, თორე ნიჭი, ტალანტი, მონაცემები ჰქონდათ. მაგრამ აი იშრომეს, იწვალეს ბევრ რამეზე უარი თქვეს და ღმერთმა დაუფასა და მადლობას წირავენ მას. არა, ეს არა კაცო. არა, ასე არა. ასე არა, ნუ არა, შენ პირიქით არც ქვეყანა უნდა გახსოვდეს, არც არწმუნება, არაფერი, ეს აშიშია. რაცა თქვი, რა ეს რას ნერგავს ესე იგი ეს პირჯვარს წერს წარმოგიდგენია ეს ვიმეორებ რა შემოbrunების წერტილია ის ედმუნდ ბერგი
ამბობდა ბოროტება იმარჯვებს მხოლოდ მაშინ როცა კარგი ადამიანები არაფერს აკეთებენ ხო და ვისაც შერჩენია ადამიანობა და მადლობა ღმერთს ეს უმრავლესობა არის კაცობრიობის მათ შორის ქრისტიანობა იქნება ისლამი არა ეს ისლამის გიჟები რასაც ჩადიან მუჰამედი რო ყოფილიყო ყურანს არ კითხულობენ ეთყობა რა ყურანს არ კითხულობენ როგორც ჩვენთან სახარებას როგორ შეიძლება ქრისტიანი კრულავდეს წევლიდეს და ღმერთმა დასაჯოს გამოდიან და ტერმინ მობილურით ლაპარაკობენ იქ არა იქვე რაღაცა ილანძღებიან ეზოში რა სიგარეტს მოწევა მინდა სანამ არ გავწდები ეზოს ვერ მომიწევია მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ნამდვილად ჩვენ სიგარეტის ღერებს არ გვითვლის მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ისო არ კაცო ერთხელ იოღოվել კაცმა ეკითხა აიო იოღოველები ამბობენ ჯვარი რა გინდა თუ ეს ხო წამებისაა ნუ ისინი არ ცნობენ რო ქრისტიანები და რა გინდა თუ იმან ქრისტეს რაში იმდო ქრისტეს კი არა მე მინდა ხო მე რომ მახსოვდეს მარტივი ამბავი თუ ეცვა ჯვარ ჩემ გამო და მეც უნდა ანუ ისევ და ისევ შენზია ეს ჩვენი მართლმადიდებლობის პოსტულატი ხო ღმერთი განაგებს მაგრამ შენ თავისუფალი ნება გაქვს შენ ირჩევ აბა ღმერთი ჩაგადენინებს მკვლელობას თქვა ყველაფერი ზეცის ხელშია გარდა ზეცისადმი შიშისაო რა საინტერესო ხო ნუ საუკეთესო მაგალითად ვეფხის ყავოსანი ბევრი რამით არის გამორჩეული და იქაც არის ეგ ავთანდილის სვამბობს განგება არ ვიცი რომ მაგრამ მე ხო უნდა ვცადვა რა მე ხო არ ვიცი ღვთის განგება როგორ არის გადაწყვეტილი მაგრამ მე ადამიანი ვარ მე უნდა ვეცადო ნუ კარგის გაკეთებას ავთანდილი კარგს ცდილობს თუმცა შიგადაში ეგეც და ტარიერის ესეც აუცილებელია თურმე როგორც მე აი ამ ქრისტიანობის საფუძვლების შესწავლისას მითხრას ადამიანმა ყველაფერი უნდა დაეცეს ფსკერამდე და შემდეგ სხვათა შორის ეს ფსკერზე დაცემაც რაც ჩვენ საზოგადოებაში რო უყურებთ რაც ხდება ჩვენ ხალხში ესეც კარგია იმიტომ რომ თუ არ დაეცი განადგურდი ვერ აღწევ არა ეხლა ისე არ დავეცეთ რომ სულ ჯურმალში აღმოჩნდეთ არა არ გვემუქრება ჩვენ ისეთი საშინელი პერიოდები ვქონია თემურ ლენგის ლაშქრობის მერე არ ვიცი ჩვენ მაისტორიკოსებმა იციან და ერიდებიან ამის წერას ეს ადამიანის სახე დავკარგეთ აქაჩ საშინელება იყო ეს ეკლესიის და ალექსანდრე დიდის დამსახურება. სულ პატარა ვიყავი, ფიქრობდი დიდი რატო ქვია, რა ქნა ამისთან. პატარა ის სამფოს რა ქნა ახლა არაფერი, არც დიდ გორები, არაფერი. დიდი იყო, აი ამოიყვანა ამ მართლა ჯურღმულიდან ქვეყანა. და დიდია მართლაც. ხო? თორე ამაზე მეტი დაცემა რაც მაშინ იყო. ჩვენ არ გვქონია მონღოლები ნუ იტყვიან. მონღოლებმა ცოტნე დადიანი გაუშვეს და ის ხალხი კი არ მოთხოვდნენ. დააფასეს. კიდე ბევრი შემთხვევაა ეგეთი. რუსუდანს რო შესთავაზეს ნარინი დავითი მისი შვილი გამოგზავნე დასამტკიცებლად, თუ ეხლა ქალს შვილი არ ემეტებოდა, ეშინოდა და დიდებულებმა უთხრეს, ეს უცნაური ხალხიაო. თუ პირობას დადებენო, არ გადავლენო. და მივიდნენ და მოღლებს პირობას იძლევით რომ დაბრუნდება ცოცხალი და ჯანმრთელიო. კიო, რა თქმა უნდა. და რუსუდანი დაარწმუნეს ჩათვალებრო და მართლაც დაბრუნდა ნარინი. დაბრუნდა, იმათგან კი არ გადავიდა. ორივენი აჯაყდნენ მერე ულუძს და დაუჯანყდნენ მონღოლებს, ხო? მონღოლებზე ნუ ეს იყო საოცრება. ერთი 8ჯერ თუ 9ჯერ კამათობენ. ხო? 8ჯერ ამბობენ. აქედან რამდენჯერმე ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების წყალობითაც ზოგი აქებს იმათ და საქებარს ვერაფერს ხედავ. ხო, თვითონ გარბოდა რა გიორგი მეშვიდე, რადიო და მთაში და უბედურება ტრიალებდა. ხო, ეს არ იყო ის მეფე, რომლებიც აი ერეკლერო იმათ არის, რატომაც ახლა დაწუნებული, ბოლო ბრძოლიდან 75 წლის კაცი. სხვათა შორის ერეკლერო გამოგლიჯეს ბრძოლიდან ძლივს ხვალდახმალ იბრძოდა 75 წლის კაცი 1795 წელს აი წანისის განწირულ ბრძოლაში რა ვერ ხედავდა რომ ვაგებდით რა პრობლემა იყო და მეფე და ვინ გადაძრახავდა ყველა 60-ანა იყო მეფე გადარჩენილი იყო ყველა ბრძოლაში ყველგან და ყოველთვის ჩვენი მეფეები იყვნენ ერთადერთები რომლებიც მე-18 საუკუნის ბოლომდე ხმალდახმალ პირადად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიამ ეს არის მე-18-ის მერე რუსები მიამბია და ვამბობ ერეკლეს
პაპა, მისი სეხნია ერეკლე პირველი სპასერჩი ნაზარ ალიხანა ცნობილი, რუსეთში ნიკოლაი დავიდოვიჩად, პატარა რო იყო დედამისი და ეგ რუსეთში აღმოჩნდნენ და საბრძოლველად რო წავიდნენ რუსეთის არმია გაყვა ესე დედამისმა ხმალი გადასცა დიდი ამბით არ შემარცხვინო, აბე სიკვდილი ჯობიაო, შენი გვარი, სახელი, ჩვენი ქართველობაო და რო დაბრუნდა დარცხვენილი შემოვიდა დედამისმა იფიქრა გამოიქცა ან შეერცხვა და რაკენიოდა დედაო ესენი თურმე მეფეები და დიდებულები არ იბრძვიან და უყურებდა შორიდან ჯოზე კაცი შეცდომებული იყო ესენი საბრძოლველად არ გადიან მეფეები აი ესე იყო რა აბადავი ჩვენ 2 წუთი დაგვრჩა და მინდა რომ აი ეს გავაკე აი რაღაცა შევაჯამოთ გასაგები ამერიკის შეერთებული შტატები მოულის თავს ევროკავშირიც მოულის ჩვენთან როგორ მოვაგვაროთ ეს ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ იმისთვის რომ რაღაც რაოდენობა რომელსაც თუნდაც უხარია ახლა და ერთი სული აქვს თვითონაც ვინმეს ესროლოს მოვიკვეთოთ რაღაც გავყაროთ ქვეყნიდან ჯვარი წერია არა მოვითმინოთ და აი როგორ შეიძლება ჩვენთან განიმუხტოს ეს ვითარება მოვითმინოთ და გამოდმებული წინსვლით გამოდმებული შენარჩუნებით ამ რწმენის რომ სიმართლების მხარეზეა თუ ნორმალური ხარ აი ამით რა თორე ეს ამბავი ხო ვინც ქარიშხალს თესავს ქარიშხალს იმკის ეს ასეა ასე ხდება და სულ ასე მომხდარა ხო არაფერი მოთმინება არის დიდი რამე რა და თმენა ეგეც დიდი ის არის ტანჯვას ითმეს ხალხი და მით უმეტეს ახლა რაღაცა უბრალოდ ასეთი ტიპის დაპირისპირება ახლა რაც ბოლო დღეებში რაღაც მიიღო ხო ახლა მე არ ვიცი ქვეყანა თუ ოდნავ მაინც გიყვარს თუ რამე არ ჭირდება ქვეყანას ახლა ეგ არ ჭირდება ხოდაჩერს ეს ეთყობა რაღაცა ახლებური ტრენინგია იმიტომ რომ სხვა მეთოდით ისინჯება ეს ამბავია მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ რას ურჩევდი ხელისუფლებას არაფერს არ უნდა ურჩევ თვითონ იციან საქმე მაგრამ არ არის მარტო გარედან ინსპირირების შედეგი ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული მე მკითხეთ ერთი გარედან ინსპირირება ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ხო ერთი მე მკითხოთ მაგრამ იგივე ჩვენი გამოცდილებიდან შიდა პრობლემები არსებობს და მათ ერთბაშად ყველას ვერ გადაჭრი, მაგრამ ეტაპობრივად ამ პრობლემების მოგვარება ხსნის ამ საფუძველს, რომელიც აი ნიადაგს, რომელზეც შეიძლება გარე ინსპირირებამ შედეგს მიაღწიოს. დიახ, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩამწუხაროთ ჩვენ გაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით გემშვიდობებით, მალე დავბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.